საღამოშვიდობის სამთებერვალს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ. სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. იანვარში ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა. საქსტატმა 2026 წლის იანვრის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, მათ ჩვენებელი 0.8%-ული პუნქტით მეტია, ვიდრე დეკემბრის ინფლაცია. იანვარში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების კალათა წინა წელთან შედარებით თითქმის 11%-ით გაძვირდა. მათ შორის თევზეულის ფასები 20.9%-ით, პური და პურპროდუქტები 14.3%-ით არის გაზრდილი. საქართველოს იანვარში მეზობელი ქვეყნებიდან 574 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია შეიძინა. მათ შორის 119 მილიონი კილოვატ-საათის იმპორტი თურქეთიდან განხორციელდა. განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განცხადებით, მე-12 კლასის ნებაყოფლობითად გამოცხადების შემდეგ მე-11 და მე-12 კლასის ატესტატებს შორის განსხვავება არ იქნება. მან პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავარი სასწავლო კომპონენტები პირველიდან მე-10 კლასამდე განაწილდება. მე-11 და სურვილის შემთხვევაში მე-12 კლასებში კი მოსწავლე თავისი სურვილით აერჩევს საგნებს. ზვიად გაბისონიას განცხადებით, თესეუს და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებით ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის იმაზე ნაკლები დანაკარგი იქნება, ვიდრე ამის გარეშე იქნებოდა. მისი განცხადებით, თესეუსა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ვერ გადახედავს. განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას თქმითვე, წელს აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გარდა დამატებით 3 პროფესიული კოლეჯის და პროფესიული პროგრამის შეთავაზების შესაძლებლობა ექნებათ. პარლამენტმა ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. მე-11 მოწვევის პარლამენტის გახსნით პლენარულ სხდომაზე 91 დეპუტატმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი 10 დეპუტატი იყო. იანვარში ინფლაცია 4.8%-მდე დაჩქარდა. საქსტატმა 2026 წლის იანვრის ინფლაციის სამსახურე ანგარიში გამოაქვეყნა და ეს მაჩვენებელი 0.8%-ული პუნქტით უფრო მეტია, ვიდრე დეკემბერში იყო. საქსტატის მონაცემებით ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათის ჯგუფის პროდუქტებს ჰქონდა, სადაც ფასები წლიურად 10.6%-ით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში 8.3%-ით არის გაძვირებული ჯანდაცვის სერვისებიც. ინფლაციის დაჩქარების ფონზე მიმდინარე კვირაში ფასების საკითხზე კომისია პარლამენტში იწყებს მუშაობას. რა განაპირობებს ინფლაციის ზრდას და როგორი არის მოლოდინები, ამაზე მუცა შუბაშვილმა იმუშავა. იანვარში ინფლაცია როგორც წლიურ, ასევე თვიურ ჭრილში დაჩქარდა. თუკი გასული წლის ბოლოს ფასების ზრდის ტემპი 4%-მდე იყო შენელებული, წლის დასაწყისში ტემპი კვლავ დაჩქარდა და წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა. ამასთან თუკი დეკემბერში თვიურ ჭრილში დეფლაცია ფიქსირდებოდა, იანვარში დეკემბერთან შედარებით ფასები ჯამურად 1.2%-ით იყო გაზრდილი. წლიური ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდ გავლენას კვლავ სურსათის ჯგუფი ახდენს, სადაც ფასები 10.6%-ით არის მომატებული. ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის არაერთ სასურსათო პროდუქციას შევხვდებით, მათ შორის ხილს, ბოსტნეულს და თევზეულს. აღსანიშნავია, რომ სურსათის ჯგუფში ფასები თვიურ ჭრილში თითქმის 3%-ით არის გაზრდილი. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ წლის დასაწყისში სურსათზე ინფლაციის დაჩქარება ძირითადად საგარეო ფაქტორებს, მათ შორის მომწოდებელი ქვეყნების მხრიდან გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მათ შორის გარკვეული ფასდაცვლილებები ხორციელდება საზღვარგარეთის მომწოდებლების მხრიდან, იმიტომ რომ ახალი წლის დასაწყისში და წლის ბოლოდან იწყება ფასების გადახედვა, რომელიც არ არის დამოკიდებული ქართველ იმპორტიორსა თუ მწარმოებელზე, რომელიც ნედლეულის იმპორტს ახდენს და ის ვალდებული არის უკვე ამ მიმართულებით შეცვალოს ფასი და გადახედოს იმ მიწოდების ფასს, რა ფასითაც საბოლოოდ პროდუქტი ბაზარზე მოხვდება. იანვარში წლიურად 8.3%-ით იყო გაძვირებული ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი პროდუქცია და მომსახურებაც. მათ შორის ყველაზე მკვეთრად 25%-ით გაიზარდა ფასები საავადმყოფოების მომსახურებაზე. ჯანდაცვის ასოციაციაში ამბობენ, რომ სექტორში ფასებზე ბევრი კომპონენტი ახდენს გავლენას. მათ შორის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მედპერსონალის გაზრდილი ხელფასები, ასევე გაძვირებული სახარჯი, მასალა და მედიკამენტები. კონკურენცია იზრდება და ხელფასების ზრდის ტენდენციას აღინიშნება. ეს ერთ-ერთი
ძირითადი ალბათ და მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა რომ გავლენა იქონიოს სამედიცინო მომსახურების სერვისზე. მეორემდგენელი ეს არის თვითონ სახარჯი მასალა, მედიკამენტი. აქ ახლა ვერ ვიტყოდი ცალსახად რომ რაღაცა კონკრეტულად აი ამ ბოლო ხანებში შეიძლება რაღაცა მაინდა-მაინც საკუთრებულად გაძვირდა, თუმცა იქაც ტენდენცია არის გაძვირების და რა თქმა უნდა მაღალ ტექნოლოგიური დანიშნულების საგნები იქნება ეს თუ აპარატურა იქნება თუ რაღაცა მეთოდების დანება, ყველაფერი ეს ისევ უკავშირდება, ისევ შესყიდვის ფასებს უკავშირდება და თავისთავადია ესეც გავლენას იქონია. ინფლაციის დაჩქარების ფონზე კი, როგორც ცნობილია, მათ შორის სურსათზე ფასების შემცირების მიზნით ქართულმა ოცნებამ ეგრეთ წოდებული ფასების სამთავრობო კომისია შექმნა, რომლის წევრებიც გასულ კვირებში ბიზნეს, რითეილ სექტორს, მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, ასევე ფარმაბიზნეს და ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. უკვე მიმდინარე კვირაში კი ფასების საკითხზე კომისია პარლამენტში იწყებს მუშაობას. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში კვლავ აღნიშნავენ, რომ თუ კი შეხვედრებზე სექტორის მხრიდან გაჟღერებული პრობლემები მოგვარდება და მათ შორის რითეილერების მხრიდან დაწესებული გადასახადების რეგულირება მოხდება, ეს სურსათის ფასების სტაბილურობაზე დადებითად აისახება. სადისტრიბუციო სექტორი და მწარმოებლები იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ექნებათ მარკეტების მიერ დაწესებული ის გადასახადები და რომელ გადასახადების გადახდაც დღეს უწევთ, ან შემცირდება ეს გადასახადები, თავის მიწოდების ფასში, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მეორე დღესვე ასახავენ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ეს ყველაფერი შეიზღუდება. ეკონომისტების ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დაჩქარება მათ შორის მთავრობის მიერ გასული წლის ბოლოს ბიუჯეტიდან გააქტიურებულ ხარჯვას უკავშირდება, რაც საბოლოოდ ფასებზე უკვე მიმდინარე წელს აისახა. სპეციალისტების ნაწილი ასევე სკეპტიკურად უყურებს ხელისუფლების მიერ ფასების შემცირების მიზნით შექმნილი კომისიების პერსპექტივას. როგორ ზრუნავს მთავრობა ფასების სტაბილურობას? აი დეკემბერში მან ორჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე იყო გათვალისწინებული და ფაქტიურად ხელი შეუწყო, ანუ ის არის შეიძლება ერთი მთავარი პასუხისგებელი უწყება მთავრობა საქართველოსი და უშუალოდ ფინანსთა სამინისტრო თუ რატომ გაიზარდა ფასები ახლა. და იმისთვის რომ ჩვენ ამაზე ნაკლებად ვისაუბროთ, მთელი ისვრები ახლა არის გაშვერილი, რომ სუპერმარკეტების რაოდენობა საქართველოში ავსტრიასთან შედარებით მაღალი რაოდენობა არის ფასების ზრდის საფუძველი. ну აი აბსურდია ჩვეულებრივი და ჩემი აზრით აი სწორედ ყველაზე ცუდი არის რომ აი ამ ეკონომიკური პოპულიზმით შეიძლება ძალიანად ასე ვთქვათ დავანგრიოთ ჩვენი ეკონომიკა. იანვარში ინფლაციის ტემპი 3.9%-მდე იყო დაჩქარებული ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფშიც, რისი მიზეზით სავარაუდოდ იანვრიდან თამბაქოზე აქციზის ზრდა და შესაბამისად სიგარეტის გაძვირება. გასულ თვეს 8.1%-ით იყო გაძვირებული რესტორნების, კაფეებისა და სასტუმროების მომსახურებაც. ამასთან საქსტატის თანახმად იანვარში რიგ პროდუქციაზე წლიურ ჭრილში ფასების კლებაც დაფიქსირდა, მათ შორის სასურსათო პროდუქციაზე. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ უკვე თითქმის 1 წელია საქართველოში წლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის 3.3%-იან მაჩვენებელს აღემატება. ფასებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობა ამ კვირას საპარლამენტო კომისიის ფარგლებში უნდა გაიხსნას. საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს დეპუტატების დღის წესრიგში განათლების რეფორმა იყო. 82 მომხრე 8 წინააღმდეგი პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით სწორედ დღეს დაამტკიცა დაჩქარებული წესით. ცვლილებების თანახმად სრული ზოგადი განათლება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლიანი გახდება, რომელიც გადანაწილდება შემდეგ საფეხურებზე. დაწყებითი 6 წლის განმავლობაში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, საბაზო 3 წელი, მე-7, მე-9 კლასების ჩათვლით და საშუალო განათლება 2 წელი, მე-10, მე-11 კლასები და ნებაყოფლობითი იქნება უკვე მე-12 კლასის 1 წლიანი სასწავლო პროცესი. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება მოსწავლეს. გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნის უზრუნველყოფს მის ბეჭუდას და მოსწავლეებისათვის უსასყიდლო დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით შესაბამისი სკოლებისათვის მიწოდებას. სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადბრი
პრინციპებს. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისათვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის დარება, რომლის ნიმუშსაც ასევე დაამტკიცებს სამინისტრო. ცვლილებებით მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი მასწავლებელს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განცხადებით წელს აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გარდა დამატებით 3 პროფესიული კოლეჯის და პროფესიული პროგრამის შემოხაზვის შესაძლებლობა ექნებათ. პლენარულ სხდომაზე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ გასული წლების მსგავსად აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების არჩევისას შეზღუდვა წელსაც არ ექნებათ. მისი განმარტებით ახალი მიდგომის მიზანია აბიტურიენტები იმ შემთხვევებისთვის დააზღვიონ, თუ ისინი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდებიან. გაბისონიას განცხადებით არსებობს სურვილი, რომ დამატებით 3 სავალდებულო წესით სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამებით შემოხაზოს, რათა უმაღლესში ვერ მოხვედრის შემთხვევაში სასწავლო პროცესის მიღმა არ დარჩეს. რას გულისხმობდა მინისტრის მოადგილე დამატებით განმარტება განათლების სამინისტროში? ვითხოვეთ, მით უმეტეს, რომ პროფსასწავლებლებში ჩაბარებისათვის მოქმედი საგამოცდო წესი არ არის დღეს საჭირო, თუმცა განმარტება და მეტი ინფორმაცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ მივიღეთ. სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მინისტრის მოადგილე აქცენტს ხარჯებზე აკეთებს. გაბისონიას თქმით, მისი ინფორმაციით პროექტი ძალიან მაღალ ბიუჯეტიანია. ამავე დროს მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ საკითხი ძალიან რთულია არა მხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგან ბავშვებს ეხება და ამიტომ მრავალი პარამეტრის მაქსიმალურად გათვალისწინებაა საჭირო. ჩვენი საკითხი მოვინიშნეთ და მაქსიმალურად ვეცდებით დამატებით ინფორმაცია მოვიძიო, მათ შორის რამდენად შესაძლებელია ექსპერიმენტის სახით სხვადასხვა სკოლაში შერჩევით დანერგვაზე ფიქრი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული, ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს, ამბობს მინისტრის მოადგილე. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებითვე თესეუსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ვერ გადახედავს. ვერ გეტყვით. ასე პასუხობს ზვიად გაბისონია ჟურნალისტის კითხვა შეიცვლება თუ არა უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება. მისი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, შემდეგ მსგავსი შეხვედრა უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტშია ჩანიშნული. მოგვიანებით სხდომათა დარბაზში კი მინისტრის მოადგილემ ისიც თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით სახელმწიფო არ აპირებს ერთი უნივერსიტეტის მიერ მეორის მიერთება გადაყლაპვას. მან განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების წარდგენისას ისაუბრა, რომ გაერთიანებისას უნივერსიტეტის საბჭოში პარიტეტი იქნება დაცული და მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ საბჭოს დაკომპლექტებისას უნივერსიტეტებს კანდიდატურების წარდგენის საშუალება ექნებათ. სუბიექტურად გეტყვით, რომ მე თავად 17 წელი გახდით ამ უნივერსიტეტის პროფესორი და ძალიან კარგად ვიცნობ თითოეულ მათგანს, ძალიან ბევრს ყოველ შემთხვევაში, ამიტომ მე ემოციურ დონეზე აბსოლუტურად მესმის, რა თქმა უნდა, ეს საკითხი და ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ქალბატონინო, გაერთიანებასთან დაკავშირებით, როგორც იურისტი, გულწრფელად გეტყვით, რომ მივიჩნიეთ, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა, აკადემიურმა კადრებმა შეინარჩუნონ პოზიციები, სხვა შემთხვევაში გაცილებით მეტი დანაკარგები იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ, ამაზე პრეტენზია არ გვაქვს, რომ შეიძლება იდეალური მოდელია, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ყველაფერი გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ძალიან ფრთხილები ვიყოთ და ყველას უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ, განსაკუთრებით შრომის უფლებებს გულისხმობთ. ხო, სამსახურებს გულისხმობთ ძალიან კონკრეტულად, რომ ვთქვათ. დღესვე პარლამენტმა ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონში ინიცირებული ცვლილებით აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნა 2-ზე მეტი ვადით გახდება შესაძლებელი. რისთვისაც ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონიდან მეათე მუხლის მე-6 ქვეპუნქტს ამოიღებენ და ის ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, რადგან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები საჭირო არ არის და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქსტატს აღმასრულებელი
დირექტორს, რომელიც იმავდროულად საქსტატის საბჭოს თავმჯდომარეა 4 წლის ვადით თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით ნიშნავს. ხოლო მისი დანიშვნის მოქმედი წესი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ამ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის 2-ზე მეტი ვადით დანიშვნა კანონპროექტების ავტორების განმარტებით ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისათვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის კიდევ ერთხელ დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებზე და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას. წერია განმარტებით ბარათში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არ აუქმებს კონტროლის მექანიზმებს, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა კვლავ განხორციელდება დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის, ღია კონკურსის და საქართველოს პარლამენტის თანხმობის საფუძველზე. 1 მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება, რასაც უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვის და განვითარების მიზნით შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. საქართველოს სფეროში ნადნობების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზი წლიური ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისათვის 10,000 ლარით დაჯარიმდა. საქართველოს განვითარების ფონდის ღვინის ბიზნესი ვერ გაიყიდა. მესამე აუქციონი 75%-ის ფასდაკლებით გამოცხადა. განვითარების ფონდი, რომელიც რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდს წარმოადგენს, კომპანია Global Brand-ში 100%-ის წილს მესამე აუქციონზე 950,000 ლარად ყიდის. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით სტომატოლოგიური კლინიკები ახალ წესებს დაექვემდებარებიან. სტომატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 525 დადგენილება, რომლის საფუძველზეც ავტორიზაციის სისტემაში ახალი რეგისტრაციის მექანიზმი დაინერგა. ეროვნულმა ბანკმა 27 იანვარს ვალუტის გადამცვლელი 7 პუნქტი ჯამში 92,000 ლარი დააჯარიმა. საქართველოში თხევადი საწვავის იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით გასულ წელს ქვეყანამ 43 მილიონი დოლარის 105,000 ტონა პროპან-ბუტანი შეიძინა. იმპორტი გაზრდილია როგორც რაოდენობრივ, ისე ღირებულებით გამოსახულებაში. თხევადი გაზის ერთადერთი მომწოდებელი ჯერჯერობით რუსეთის ფედერაცია რჩება. რუსეთიდან საქართველოს გავლით მიეწოდება გათხევადებული აირი სომხეთსაც. იმის მიუხედავად, რომ არსებული შეთანხმებით სომხეთში ტრანზიტი რკინიგზაზე უნდა გადაერთოს, ამ დროისთვის ტრანსპორტირება კვლავ საავტომობილო გზით ხდება. საქართველოში კი პროდუქტი როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო გზით შემოდის. ქვეყანაში თხევადი გაზის მოხმარება სტაბილურად, თუმცა მცირე ტემპით იზრდება. რა ვითარება და გამოწვევები არის თხევადი აირის ბაზარზე? ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. საქართველოში თხევადი აირის მოხმარება ნელა, მაგრამ ეტაპობრივად იზრდება. 2025 წელს ქვეყანაში 43 მილიონი დოლარის 104,000 ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირ წყალბადები შემოვიდა. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 36 მილიონი დოლარის 84,000 ტონა იყო. საქართველო ყოველთვიურად 9,000-მდე ტონა თხევად გაზს მოიხმარს, ხოლო მეზობელი სომხეთი 2-3 უფრო დიდ მოცულობებს. როგორც თხევადი გაზის ასოციაციაში აცხადებენ, ჯერჯერობით სომხეთს თხევადი გაზი კვლავ საავტომობილო გზით საქართველოს გავლით მიეწოდება, რადგან სომხეთში სარკინიგზო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩანაცვლდება საავტომობილო ტრანზიტი რკინიგზით. სასომხეთს აქვს ორი გზა თხევადი გაზის მიღების, ეს არის რუსეთის ფედერაციიდან და ეს არის ირანიდან. ირანიდან შეჩერებული იყო გარკვეული ვითარების გამო და საომარი მოქმედებების გამო იყო შეჩერებული დროებით, ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. და აგრეთვე სასომხეთისთვის მიწოდება შესრულებული იყო რუსეთის ფედერაციიდან, ვინაიდან ლარსის გამშვები პუნქტი იყო დაკეტილი დიდულობის გამო. ეს პერიოდულად ესეთ დროს ზამთრის პერიოდში ხდება ხოლმე, ზოგჯერ მცირე დაკეტვა არის რამოდენიმე დღიანი, ზოგჯერ ეს კვირებიც გრძელდება. რკინიგზაზე გადართვას მაგას ვერ გეტყვით, როდიდან უნდა ველოდოთ, როცა სომხეთში შეგნით მოაგვარებენ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომ გქონდეთ მიმღები პუნქტები, სარკინიგზო გზით მიმღები პუნქტები, ეს არ გაგრძელდება დიდი
ხნის განმავლობაში სწრაფად მოახდენენ მის აშენებას და რეკონსტრუქციას. ადგილობრივ ბაზარზე კი 1 ლიტრი გათხევადებული აირის LPG-ს ფასი ლარიდან 30-დან ლარიდან 40 თეთრამდე მერყეობს. ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია და ბევრი მოთამაშე ოპერირებს, თუმცა როგორც თხევადი გაზის ასოციაციაში აცხადებენ, სექტორის სწრაფი განვითარებისთვის ეკომეგობრული საწვავის საგადასახადო შეღავათებით წახალისებაა საჭირო. რაც პირდაპირ აისახებოდა როგორც მომხმარებლის ჯიბეზე, ისე ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. სექტორის წარმომადგენლების განმარტებით ევროპული რეგულაციებით თხევადი გაზის აქციზი ბენზინთან შედარებით 4-ჯერ დაბალი უნდა იყოს. საქართველოში კი თუკი ბენზინზე აქციზის განაკვეთი ტონაზე 500 ლარს შეადგენს, თხევადი გაზის შემთხვევაში ეს 325 ლარია. დარგის წარმომადგენლების შეფასებით აქციზის კორექტირების შემთხვევაში ამ ტიპის საწვავის ფასი კიდევ 5-8 თეთრით გაიაფთებოდა. აქციზის შემცირებისას რასაკვირველია გაიაფთება თვითონ საწვავი. აქციზის საკითხი თუ აიხვეწა და კიდევ შემცირდა ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იქნება მოსაყრელი, რომ ფასი ბენზინის შემართებაში რაც დაიწევს ქვევით, გით უფრო მეტი მანქანა კიდევ გადავა როდგაზე და მარტივად უფრო ილოდ განვითარდება ბაზარიც. ეკომეგობრული საწვავი უნდა იყოს ბევრად უფრო ნაკლებად დაბეგრადი, ანუ აქციზის განაკვეთი როგორც ევროპულ ქვეყნებში არის დაახლოებით ბენზინთან შედარებით უნდა იყოს დაახლოებით 4-ჯერ უფრო მცირე, რაც საქართველოში არ ხდება, ისევ იმას რსება, რომელიც ადრე მოხდა ცვლილება და ასე იგი აქციზის განაკვეთი დღესდღეობით საქართველოში არის ყველაზე უფრო მაღალი მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან შედარებით. კიდევ ერთი გამოწვევა სავარაუდოდ ხარისხობრივ მაჩვენებლებშია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ამ სექტორში უკონტროლო ვითარებაა, რაც ძირითადად შესაბამისი ხარისხის შემოწმებელი ლაბორატორიების არარსებობით არის განპირობებული და არსებობს ეჭვი, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს უხარისხო პროდუქციის რეალიზაციას. ნებისმიერ მომხმარებელს, ნებისმიერ, ესე ვთქვათ, ფულის გადამხდელს, აქ იმის უფლება იცოდეს, რას ყიდულობს და ესე ვთქვათ, რა ხარისხის საწვავს იღებს. ეს რომ ვიცოდეთ, ჩვენ უნდა გვქონდეს ლაბორატორია. როგორც მინიმუმ მოძრავი ლაბორატორია, რომ ავიღოთ ზომაწონის ესე ვთქვათ ანალიზები და რა ხარისხის ვიყიდეთ. საქმე იმაშია, რომ ძალიან ხშირად ჭირდებათ ფილტრების ცვლა. ანუ იცვლება შიგნით ამ გაზის ფილტრები და იქიდან გამომდინარე, რომ ჭუჭყიანია. და დიდი ეჭვი მეპარება სრული სიზუსტით, ვინმე, ესე ვთქვათ, ხევად აირს გვიტუმბავდეს მანქანებში. და არ არის ამის შემოწმებელი. სადაც არ უნდა წავიდეთ, არც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, არცად არ არის ამის ლაბორატორიები. ეს ხდება იშვიათად, რაიმე მინარევი, თქვათ, თუ კი მოხდა, მაგრამ ეს შემთხვევით არის ძალიან მცირე მოცულობა შეიძლება ეს მოხდეს, ეხლა ტექნიკური პროცესი, როდესაც მაგალითად შეიძლება ხდებოდეს რეზერვუარების დამუშავება, გამორეცვა რაღაცა და იმ პერიოდში შეიძლება რაღაცა მოხდეს ავსში და შემდგომ ეს შეიძლება მოხდეს ავტომობილში. ფილტრების გამოცვლა ჩვეულებრივი პროცესი არის, როგორც იცვლება ზრავის ზეთის ფილტრი, ისევე იცვლება გაზის ფილტრები, ეს ჩვეულებრივი პროცესია. სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში გაზის მარაგების შესანახი ინფრასტრუქტურის არარსებობაცაა. ეს ფაქტორი ქვეყანას იმპორტზე უკიდურესად დამოკიდებულს ხდის, განსაკუთრებით კი ლარსის გამშვები პუნქტის შეფერხებით მუშაობის პირობებში. თურქეთმა და აზერბაიჯანმა ევროკავშირისათვის მიწოდებული გაზის არარუსული წარმომავლობა უნდა დაამტკიცონ. მათი ვალდებულება რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული და შეუზღუდავი აკრძალვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დებულებით დაეკისრათ, რაც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალშია გამოქვეყნებული. გაზის გადამცემი პუნქტი ტრაჟნა 1 მალკოჩლარი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე მდებარეობს, საიდანაც ევროკავშირს გასულ წელს 1.9 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდა. მის გვერდით კიდევ ერთი კომპრესორული სადგური ტრაჟნა 2 მალკოჩლარი მდებარეობს, რომელიც რუსეთიდან გაზსადენ თურქული ნაკადის საზღვაო მონაკვეთის სახმელეთო გაგრძელება. შესაბამისად, ევროპარლამენტსა და ევროპული საბჭოს 2026/261-ის რეგულაციაში წერია, რომ ტრაჟნა
ოდნა 1-ის შეერთების წერტილი ევროკავშირის მილსადენების სისტემასთან აკავშირებს, რომელსაც არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან ან თურქეთიდან, არამედ გაზის მნიშვნელოვანი მოცულობა რუსეთიდანაც გადააქვს. ამდენად საჭირო გახდა ცალსახელმტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ გაზის წარმომავლობის ქვეყანა რუსეთი არ არის და ხელისუფლებებს ამის შესამოწმებლად საკმარისი დრო ეძლევათ. დოკუმენტის მიხედვით ამ შეერთების წერტილიდან ევროკავშირში იმპორტირებული გაზი ავტომატურად ჩაითვლება რუსეთიდან მიღებულად ან ექსპორტირებულად, თუ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შესვლამდე არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა კომპეტენტურ ორგანოებს არ მიეწოდებათ ცალსახელმტკიცებულება, რომ ბუნებრივი აირის წარმომავლობის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია არ არის. ანალოგიური სქემა სხვა საკომპრესორო სადგურებზეც ვრცელდება, რომლებიც რუსული გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის გადამტან მილსადენებთან ევროკავშირის მილსადენების სისტემას აკავშირებენ. 1 მარტისთვის ბლოკის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმა გაზის მიმწოდებლების შეცვლის შესახებ და რუსული იმპორტის თანდათანობით შეწყვეტასთან დაკავშირებით პოტენციური სირთულეები განსაზღვრონ. ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსული ენერგორესურსების, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის და ნავთობის იმპორტის გაგრძელებამ რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში, რომელიც ძალიან სწრაფად ზრდის ტემპით ხასიათდება. ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე ინვესტიციების მომავალი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. პრემიერის განცხადებით, ჩამოთვლილი ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალ დაბანდებებიც მომგებიანია, აღნიშნავს კობახიძე და ამბობს, რომ მათი გეგმა საშუალოვადიან პერიოდში ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12500 მეგავატამდე გაიზარდოს 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსები და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა მზის და ქარის ელექტროსადგურებში სარგებელს მოუტანს ინვესტორებს და ქვეყანას. საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი სურვილია ეკონომიკური თანამშრომლობა გავაფართოოთ. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და დარბაზში ყველას მოუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისაკენ, თქვა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით საქართველოში ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. კობახიძის განცხადებით, რომელიც მან მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე ინვესტიციების მომავალი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქვეყანაში არის მარტივი ბიუროკრატია, რაც ეკონომიკური საქმიანობისათვის კარგ პირობებს ქმნის. ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით, ამბობს პრემიერი. ევროკავშირის 8-9 წელს სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და ეს არის ჩვენი ხედვა. სწორი გარემო შევქმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისათვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს, განაცხადა პრემიერმა. ჩინეთი ინდოეთიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის ზრდის პერსპექტივა კიდევ არსებობს, ამბობს გალტენ-ტაგარტის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი თათია მავრიკიშვილი BMG-სთან. ტურიზმიდან შემოსავლები 4 მილიარდ 700 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. საქართველოს ეკონომიკისათვის ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გასულ წლებში ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7%-ს აღემატებოდა, თუმცა რეალური არაპირდაპირი სარგებელი ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების გაცილებით დიდია. გალტენ-ტაგარტის შეფასებით 2025 წელს ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკაში 14%-ის ფარგლებში იყო. 2025 წელს საინვესტიციო ბანკმა ტურიზმიდან მისაღების შემოსავლების პროგნოზი 5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წელს ტურიზმის განვითარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს, რაც მოიცავს ასევე მარკეტინგულ ხარჯებსაც იმ ბაზრებზე, რომლებსაც მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს. გალტენ-ტაგარტის უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვით 2025 წელს გაყიდვები 2023-2024 წლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა კვლავ ჩამორჩებოდა 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს. საჯარო რეესტრის მონაცემებით გასულ წელს 42388 ბინა გაიყიდა, რაც 2024-თან შედარებით 4,7
3.1%-ით ზრდა. მეორად ბაზარზე გაყიდვები დეკემბერში წლიურად 12.3%-ით გაიზარდა. პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, დეკემბერში წლიურად 5.4%-ით არის მომატებული. გალტენ ტაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2025 წლის დეკემბერში გაყიდვები წლიურად გაორმაგდა. მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი 2024 წლის დეკემბერში დაბალი ბაზის ეფექტი იყო, როცა ქვეყანაში შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა დაიწყო. მიმოხილვის თანახმად, ჯამურად 2025 წელს პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 27.3%-ით გაიზარდა. საქართველოს სფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Georgian Manganese წლიური ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისათვის 10,000 ლარით დაჯარიმდა. კომპანიას 2024 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიში 2025 წლის ოქტომბრამდე უნდა გაეგზავნა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, თუმცა ეს ვალდებულება არ შეასრულა და კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. კომპანიას არ აქვს გასაჯაროებული არც 2023, 22, 21, 20, 19 და 2017 წლების ფინანსური ანგარიშები. შესაბამისად, ის ამ ვალდებულებას ყოველწლიურად არ ღვევს, რისთვისაც მას ჯარიმები ეკისრება. საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კორპორაციებს მათი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების გასაჯაროების ვალდებულება აქვთ. სფეროშენადნობების სექტორი რთულ ფინანსურ ვითარებაშია, რაც გლობალურად ამ საქონლის ფასის ვარდნასთან არის დაკავშირებული. 2025 წელს საქართველოდან სულ 226 მილიონი დოლარის ღირებულების სფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. 2024 წელს ექსპორტი 322 მილიონი დოლარის იყო. 2021-2022 წლებში 450 მილიონს აჭარბებდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანიამ ქართულ ბანკის და ლიბერთი ბანკის მიმართ კრედიტების უზრუნველყოფისათვის საკუთარი უძრავი ქონება დააგირა. ამავე დროს Georgian Manganese გააჩნია ელექტროენერგიის მიმწოდებლების საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ESCO-ს და გარდაბნის თბოსადგურის მიმართ დავალიანება, რის გამოც კომპანიამ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაც დააგირავა. კომპანიას საკუთარი აქტივების რეალიზაცია სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს აკრძალული. რუსთავის აზოტი კომპანიაში დასაქმებულთა ნაწილის მიერ წამოწყებულ გაფიცვას, რომლის მთავარ მოთხოვნასაც დასაქმებულთა ხელფასის გაზრდა წარმოადგენს, განცხადებით პასუხობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონო გაფიცვის ფარგლებში გაფიცულთა მხრიდან საწარმოს შესასრულის ბლოკირება და სხვა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ძალადობრივად ხელის შეშლა, რასთან დაკავშირებითაც კომპანია მიმართავ შესაბამის ორგანოებს შესაბამისი პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სათანადო რეაგირების განხორციელებისათვის. მათი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ყოველწლიურად ხორციელდებოდა თანამშრომელთა ხელფასების ზრდა. 2026 წელს კომპანიამ დასაქმებულებს შესთავაზა ხელფასების გაზრდა ოფიციალურად დაფიქსირებული 2025 წლის საშუალო ინფლაციის მაჩვენებლით, რაც გულისხმობს თითოეული თანამშრომლისათვის 100 ლარით ხელფასის მატებას. ასევე დასაქმებულთა ნაწილისათვის 25%-იანი პრემიალური დანამატის შეტანას ძირითად სახელფასო სარგოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსთავის აზოტი ხელმძღვანელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას უკანონო გაფიცვის შედეგად მიყენებულ ზიანზე და ყველა მის თანმდევ შედეგზე. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვია ჭუმბურიძე ქვეყანაში არსებულ კადრების მწვავე დეფიციტს და მასობრივი ემიგრაციით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს. ჭუმბურიძე ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას თავისი რისკები ახლავს, თუმცა ბაზარზე გაჩენილი ვაკუუმის შევსება ადგილობრივი რესურსით ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებლად მიაჩნია, რადგან პროფესიონალთა დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. მისი შეფასებით პროცესში ოქროს შუალებია საპოვნელი, რომ ერთი მხრივ გაზრდილი მიგრაციის რისკები გადავაზღვიოთ და ბიზნესიც არ დაზარავდეს. სავსებია დღესდღეობით, იმიტომ რომ შენ ვეღარ ავსებ შენ დავარქვათ შენი მოქალაქით, ვინაიდან უმეტესი წილი დავარქვათ იმ პროფესიონალებისა, ვინც მეტნაკლებად იცოდა თავის პროფესია, ისინი გავიდნენ საზღვარგარეთ, უკვე იქ მუშაობენ და იქ დაფუძნდნენ და შენ დაგჭა დაუშვათ ბაზარი, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ნიშაცარიელია და შევსება ძალიან ძნელია. ამას ჭირდება ზოგადად გადამზადებას, თუნდაც 2 წლიანი ციკლი მაინც ჭირდება, რომ შენ პროფესიების მიხედვით გადაამზადო
თქვათ ის შენი მოქალაქეები, რომელიც მე საბოლოო ჯამში შენ ბიზნესთან ერთად, შენ ეკონომიკასთან ერთად შექმნიან სახელმწიფო დოლარს. მე ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს იმაზე, რაზეც დღეს არის საუბარი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე, ჯობდა ეფიქრა სწორედ აი ამ მე ვიტყოდი ტექნიკურად მომზადება საკუთარი მოქალაქეებისა, რათა ყოფილიყო ბიზნესისთვის ერთგვარი რესურსი და აი ზუსტად ოქროშვალები აი აქ იქნებოდა ნაპოვნი. საქართველოს განვითარების ფონდის ღვინის ბიზნესი ვერ გაიყიდა. მესამე აუქციონი 75%-ის ფასდაკლებით გამოცხადდა. საქართველოს განვითარების ფონდი, რომელიც რეფორმირებული საპარტნიორო ფონდია, კომპანია Global Brand-ში 100%-ის წილის მესამე აუქციონზე 950,000 ლარად ყიდის. კომპანიის რეალიზაციის პირველი აუქციონი 14 იანვარს უშედეგოდ დასრულდა და შემდეგ კომპანიის 100%-იანი წილის 50%-ის ფასდაკლებით 3,700,000 ლარად გამოვიდა გასაყიდად. ეს აუქციონიც უშედეგოდ დასრულდა, ის გამოც მესამე აუქციონი შემდგომი 75%-ის ფასდაკლებით გამოცხადდა. Global Brand-ი ფონდმა 2017 წელს დააფუძნა კომპანიის პირვანდელ მიზანს შტატებში ღვინის ექსპორტი წარმოადგენდა. კომპანია საპარტნიორო ფონდის სხვა პროექტებისგან იმით განსხვავდება, რომ Global Brand-ი 100%-ით თავად ფონდს ეკუთვნის, მაშინ როდესაც სხვა კომპანიებში ფონდი ძირითადად მინორიტარული აქციონერის სახით იყო წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების ბიზნეს რისკი ფონდმა სრულად საკუთარ თავზე აიღო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბრენდი Lost Eden-ი. იანვარში მომხმარებელთა უფლებების დარღვევისათვის 6 მოვაჭრეს 34,185 ლარის ჯარიმა დაეკისრა. კონკურენციის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ამ წლის იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს და ამ მონაცემებით მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე წელს იანვარში სააგენტოში 190 განაცხადია დაფიქსირებული. შემოსული ზარების რაოდენობა კი 524 აღერიცხა. განაცხადების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 217%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით სააგენტოსთვის მომართვიანობის დიდი წილი 77%-ით თბილისი არის დამოკიდებული და შემდეგ მას რეგიონები მოხვება. 84% აჭარა ქვემო ქართლია, იმერეთის წილი კი 3%-იანია. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ერთი თვის მონაცემებით თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 70 განაცხადი დაფიქსირდა. ნაკლიანი ნივთის შეკეთების ან დაბრუნების შემთხვევებზე 49, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 41. შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 9, სხვა დანარჩენზე კი 21 შემთხვევა. სექტორების მიმართულებით 65% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 19%. ევროკომისიამ ევროკავშირის ისტორიაში სავიზო პოლიტიკის პირველი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც შენგენის ზონაში შესვლის წესებს ცვლის. ევროკომისიის შეფასებით, ეს დოკუმენტი სავიზო სისტემის მეტმოქნილობას ისახავს მიზნად, რომ ტურიზმის ზრდაზე, გლობალურ არასტაბილურობასა და გეოპოლიტიკურ რისკებზე უფრო სწრაფად რეაგირებდეს. ესპანეთი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს სოციალურ მედიაზე წვდომას აუგზავნოს და პლატფორმებს ასაკის დადასტურების სისტემების დანერგვას მოსთხოვს. სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ტრამპის მარშრუტში რუსეთის ჩართულობის შესაძლებლობას აბსურდად აფასებს და ამბობს, რომ ტრიპი პირველ რიგში სომხურ-ამერიკული ინიციატივაა. ანადოლუს ინფორმაციით ტრამპმა კრიტიკული მინერალების სტრატეგიული რეზერვის შექმნა დაანონსა. დონალდ ტრამპმა პროჯექტ ფაულტი ჩაუშვა, რომელიც ამერიკული ინდუსტრიისათვის კრიტიკული მინერალების 12 მილიარდი დოლარის სტრატეგიულ რეზერვს წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, აბუ-დაბიში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 4 თებერვალს დაიწყება და 5-ში დასრულდება. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა ისეთივე რჩება, როგორც წინა შეხვედრებზე იყო. პარიზში სოციალური პლატფორმა X-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებული გამოძიების ნაწილია და ის სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ალგორითმების ბოროტად გამოყენებას და მონაცემების თაღლითურად მოპოვებას ეხება.
2025 წელს თურქეთის სპორტებში ტვირთის გადაზიდვებმა ისტორიული რეკორდი მოხსნა. დამუშავებული ტვირთის მოცულობა წინა წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა და 553 მილიონ 300,000 ტონას მიაღწია, რაც რესპუბლიკის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. მონაცემებს ქვეყნის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საზღვაო ფლოტის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის სპორტებიდან უცხოურ პორტებში გადაზიდული ტვირთის მოცულობა წინა წელთან შედარებით 4%-ით 152 მილიონ 800,000 ტონამდე, ხოლო უცხოური პორტებიდან ქვეყნის შიდა პორტებში მიღებული ტვირთის მოცულობა 5.6%-ით 271.6 ტონამდე გაიზარდა. გასულ წელს საზღვარგარეთულმა საზღვაო ტვირთის მოცულობამ წინა წელთან შედარებით 3.8%-ით 414 მილიონ 400,000 ტონამდე იმატა. ყველაზე დიდი ზრდა თხევადი და ნაყარი ტვირთის სეგმენტში დაფიქსირდა. 2025 წელს თხევადმა ტვირთბრუნვა 169 მილიონ 700,000 ტონა შეადგინა, რაც 4.6%-ით წლიურ ზრდას ნიშნავს. მყარი-ნაყარი ტვირთის მოცულობა 5.7%-ით 160 მილიონ 900,000 ტონამდე გაიზარდა. კონტეინერებით გადაზიდულმა ტვირთმა 7%-ით 144 მილიონ 300,000 ტონამდე მოიმატა, ხოლო დამუშავებული კონტეინერების მოცულობა 2024 წელთან შედარებით 3.9%-ით 14 მილიონ ტეუმდე გაიზარდა. 2025 წელს თურქეთის პორტებიდან ზღვით ტვირთის ყველაზე დიდი მოცულობა, ანუ 17 მილიონ 300,000 ტონა იტალიაში გაიგზავნა. შემდეგი 13.9 მილიონი ტონით შეერთებული შტატები და წამყვან სამეულს ეგვიპტე 10 მილიონ 900,000 ტონით ასრულებს. ქვეყნები, საიდანაც თურქეთმა ყველაზე დიდი მოცულობის ტვირთი მიიღო, რუსეთი, შეერთებული შტატები და ეგვიპტეა. ძვირფასი მეტალების საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრი დინამიკა ცვლადია, ხან ვარდნა და ზრდის მიმართულების შემდეგ მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება. ვერცხლის ფასი მაგალითად ერთი კვირის ჭრილში 40%-ით შემცირებას აჩვენებს, ოქროს კლება 21%-იან კორექციაზე მიუთითებს, ანალოგიური მდგომარეობა არის პლატინაზეც. ექსპერტების ნაწილი ამ პროცესს გადახურებულ ბაზარს და დამწყები ინვესტორების არარაციონალურ მოლოდინებს უკავშირებს. ნაწილი კი ვითარებას გეოპოლიტიკური პრობლემებით ხსნის. უნდა ელოდოს თუ არა მომხმარებელი ოქროს ფასის კიდევ კლებას. ამაზე სიუჟეტში გიყვებით და ხვალამდე გემშვიდობებით. რეკორდული ზრდის შემდეგ მეტალების საერთაშორისო ბირჟებზე მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება. გასულ ხუთშაბათს ვერცხლის ფასი უნციაზე რეკორდულ $121 აღწევდა, თუმცა 2 თებერვლის მონაცემებით მისი ღირებულება $72 დაეცა, რაც დაახლოებით 40%-იან შემცირებას ნიშნავს. 21%-ით შემცირდა ოქროს ღირებულებაც. $5,600-იანი ნიშნულიდან უნცია ოქროს ფასი გუშინ $4,400-მდე ჩამოვიდა. TBC კაპიტალის გლობალური ბაზრის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ოქროს ფასის რეკორდული ზრდის ფონზე კორელაცია მოსალოდნელი იყო, თუმცა ბაზრის მკვეთრი რეაგირების ერთ-ერთ მიზეზად ის დონალდ ტრამპის მიერ ფედერალური რეზერვის ახალი თავმჯდომარის კევინ უორშის დასახელებას განიხილავს. ამ ადამიანის გამოჩენამ და ამ ადამიანის კანდიდატურის დამტკიცებამ შემდგომ ბაზარს მისცა იმის სიგნალი, რომ მონეტარული პოლიტიკა შეიძლება უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე ამას ინვესტორები ელოდნენ. შესაბამისად, ეს იწვევს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთები იმაზე მაღალზე შენარჩუნდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, ამან გაამყარა ბუნებრივად დოლარი და როდესაც პროცენტი მაღალი არის დოლარზე, შედარებით ნაკლები მოთხოვნა არის ხოლმე ოქროზე, ხო? ეს ორი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და სწორედ ამიტომ დაიწყო კორექცია და ამ კორექციამ ასევე გამოიწვია ის, რომ ძალიან დიდი პოზიციების ლიკვიდაცია მოახდინეს სწორედ ამ მოგების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ინვესტორებმა და გუშინ რაღაცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო ზოგადად მეტალებისთვის. ინვესტორების შეფასებით პროცესი ტექნიკური კორელაციის ფარგლებს ცდება და უფრო კოლაფსის ნიშნებს ატარებს, რაც რამდენიმე ფაქტორით იხსნება. მათ შორის მთავარი სპეკულაციური ბუშტის ფორმირება, არარაციონალური ვაჭრობა და მუდმივი მოგების მოლოდინით დამწყები ინვესტორების ჩართულობა. სპეციალისტების თქმით, ბაზარი გადახურდა, ხოლო ფასები რეალურ მოთხოვნას მნიშვნელოვნად აცდა. მიზეზი უმეტესწილად არის არა ფუნდამენტური, არამედ სპეკულაციური, ანუ უბრალოდ ბაზარი ოქროსაც და ვერცხლსაც აფასებდა ზედმეტად ძვირად, რადგანაც მონაწილეებს, ანუ ტრეიდერებს და რითეილ ინვესტორებს ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ ოქროც და ვერცხლიც სამარადჟამოდ უწყვეტად გააგრძელებდნენ ზრდას, მაგრამ რეალობაში მსგავსი რამ არ ხდება, არ აქვს მნიშვნელობა აქ. ოქროზე გვექნება აქცენტი კომპანიის აქციაზე თუ ბიტკოინზე. რაღაცის ფასი სამუდამოდ ვერასოდეს ვერ გაიზრდება ერთ დროს, ყოველთვის გვიწევს კორექცია და აი დაახლოებით ამ კორექციას ხედავთ ამ ეტაპზე. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს კორექცია?
კორექცია და ნარატივი საერთოდ რამდენი ხანი შენარჩუნდება, ეს უკვე სხვა საკითხია, აქ ძალიან რთულია კონკრეტული პროგნოზების გაკეთება. ოქროსა და ვერცხლთან ერთად ფასები შემცირდა პლატინის შემთხვევაშიც, რომლის ფასიც აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 35%-იან კლებას აჩვენებს. კომპანია ზარაფხანაში ფიქრობენ, რომ მეტალების საერთაშორისო ბირჟებზე ფასების კლების მიზეზი ინვესტორების ქცევა და გეოპოლიტიკური ვითარებაა. თუმცა კომპანიის დირექტორი თორნიკე სამხარაძე მოელის, რომ ფასი უახლოეს პერიოდში 5,000-იან ნიშნულს კვლავ გადაალახავს. ამის მიზეზი არის ინვესტორები, რომლებმაც ასე ვთქვათ, მოახდინეს თავისი აქტივების გაყიდვა მათი წარმოდგენით უმაღლეს ნიშნულზე, რაც შეიძლება ამ მომენტისათვის ოქროს მიეღწია. ასევე, რა თქმა უნდა, შეიძლება გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ყოველს განსაკუთრებულ ესე ვთქვათ, ზეგავლენას ახდენს ოქროს ფასზე. ის ესე ვთქვათ, მოლოდინები ამერიკა ირანის ახალი კონფლიქტისა, რომელმაც შეიძლება თავის დროზე ოქროს ზრდაში მიიღო მონაწილეობა. ეხლა ეს გავრცელებული ცნობები, რომ ესე ვთქვათ, მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, ასევე გავლენას იქონიებდა, რა თქმა უნდა, შემცირებისკენაც. მსოფლიოში ნარჩუნდება კვლავ არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ამას დაემატება ის, რომ პირველი კვარტალის მერე ზოგადად მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა ისევ იწყებს ზრდას. ყველაფერი აქედან გამომდინარე, პროგნოზი არის ცალსახარო, ოქრო კვლავ გაიზრდება. მკვეთრი ვარდნის მიუხედავად ოქროზე ფასების ზრდის მოლოდინი აქვს TBC კაპიტალშიც. მიზეზებს შორის არასტაბილურ ვითარებას და ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას ასახელებენ. თუმცა განსხვავებული მოლოდინები არსებობს ვერცხლთან მიმართებაში, რომელიც სარეზერვო აქტივად არ განიხილება. რო გადავხედოთ ოქროს ისტორიას, რაღაცა 10 წელი დაჭირდა, რომ 2000-დან 3000-მდე მისულიყო და მერე მხოლოდ 1 წელი დაჭირდა, რომ 3000-დან 4000-მდე მისულიყო და მერე კიდევ უფრო ცოტა დრო დაჭირდა, რომ 4000-დან 5000-მდე მისულიყო. ამიტომ იმის თქმა, რომ რაღაცა ოქროს ფასი გაქრება და ხვალ ჩამოვა 3000-ზე და 2000-ზე და ასე შემდეგ, ალბათ არასწორი პროგნოზი იქნება, რადგან ეს სტრუქტურული ფაქტორები, რაც ოქროს ფასს ამოძრავებს, ისევ ადგილზე არის, ხო, არაპროგნოზირებადი გარემო. ექსპერტები ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ უახლოეს პერიოდში ბაზარზე კვლავ მაღალი მერყეობა შენარჩუნდება.